რა გრძნობაა, როცა 10,000 ფანს შორის ხარ ერთადერთი, ვისაც შენივე კუმირი გირჩევს და მოულოდნელად ვარსკვლავთან ერთად ხდები დაუვიწყავი შოუს გმირი. თაბურ დამხვევი დღის ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდს თამუნა სიჭინავე დროსთან ინტერვიუში იხსენებს და ემოციით ყვება, როგორ აღმოჩნდა სცენაზე ენრიკე იგლესიასის გვერდით. ოცნებობდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე გაუმართლებდა. გუშინ იყო გაუგნება სიხარულის თრემლებით, დღეს კი უკვე თამა მიაღიარება. ათასობით გოგონას შორის, რომლებიც ევროპის მოედანზე ენრიკე იგლესიასთან მიახლოებას ცდილობდნენ, ყველაზე მეტად 19 წლის თამუნას გაუმართლა. სწორედ ის აღმოჩნდა იგლესიასის რჩეული, რომელიც ვარსკვლავმა სიმღერის დროს სცენაზე აიყვანა. Are you from Georgia? Yes. This is for your country. სცენაზე ასვლის შემდეგ იგლესიასმა სიმღერა I Can Be Your Hero შეასრულა და ქართველ გოგონას მიუძღვარითით თამუნა საღამოს გმირი გახდა. ცნობილი ფაქტია, რომ იგლესიას სხვადასხვა ქვეყნებში გამართული კონცერტების დროს ხშირად აღყავს სცენაზე ერთი რომელიმე გოგონა, რომელსაც სიმღერას უძღვნის. იგლესიასის ტრადიციის ბედნიერი მსხვერპლი ამჯერად ბათუმში სწორედ თამუნა აღმოჩნდა. წლის თამუნა ემოციების დამალვას კონცერტიდან მეორე დღესაც ვერ ახერხებს. იგი ენრიკეს კონცერტისთვის ბათუმში თბილისიდან სპეციალურად ჩამოვიდა. ამბობს, რომ ისაც სცენაზე მოხდა მისთვის მოულოდნელი იყო. სასიამოვნო მოულოდნელობის ყველა დეტალს თამუნა სიჭინავა იხსენებს. ცალკე სცენა იყო დამონტაჟებული, რომელზეც უცებ არ მოვიდა ენრიკე და დაიწყო ჩემი საყვარელი სიმღერა. I Can Be Your Hero Baby. და როცა დაიწყო, ჩვეულებრივ ისეთი დაღლილი ვიყავი, ემოციებს ავყევი, ვიტირე ძალიან ბევრი და მღეროდი, ავყევი სიმღერას და ჩვეულებრივ მღეროდი მას როგორც ყველა. მაგრამ დაბალ ხმაზე და შემომჩნევლად ვიდექი ჩემთვის. ისე ხედავდა თვითონ და უცებ ისეთი მომენტი იყო, მივხვდი, რომ ვიღაცა უნდა აეყვანა სცენაზე, მაგრამ არ ველოდი ნამდვილად ჩემს აყვანას, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უნდოდა და მე ფაქტობრივად 9 საათი ფეხზე ვიდექი და ძალიან ცუდად გამოვიყურებოდი და არ მინდოდა ავსრულიყავი და ცუდად ვიყავი მოკლედ. და ბოლოს თხოვა შენ უნდა ამოხვიდე. თამუნას ემოცია განსაკუთრებულად მძაფრია სცენაზე ყოფნის ყველაზე დასამახსოვრებელი წუთების გახსენებისას. ჩამეხუტა და მომეწოდა მიკროფონი და ერთად ვიმღერეთ 1-2 წინადადება და შემდეგ უბრალოდ ვერ შეგავწელი და ისე ვავტირდი და დამიბნელდა ყველაფერი, ვერავის ვერ ხედავდი. და ვერ აღვიქვამდი რეალობაში, რომ თუ მართლა ხდებოდა ეგ, მართლა ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი ოცნება იყო, რა თქმა უნდა, რომ მენახა ახლოს და როგორც ასე ოცნება ამიხდა. ძალიან ბედნიერი ვარ. მიყვარხარ ენრიკე. როგორც ასე ყველა კონცერტზე ესე კოცნის ხოლმე და ესა და არ მეგონა რომ საქართველოს ცოტა თავ შეიკავებდა და რაღაც და მეც ცოტა გავთამამდი რაღაც მივეცი ისავით რაღაც ესე საშუალო ხლებოდან რაღაცა და კი რა თქმა უნდა მაკოცა და ვიცოდი რომ მაგ წუთას ბევრშურდა ჩემი. თამუნა სიჭინავა დღეს ენრიკესთან გამომშვიდობების მომენტსაც იხსენებს, ამბობს, რომ იგლესიას იმას დაპირდა, რომ ის დაბრუნდება. ისეთი დაბნეული ვიყავი, მე მართლა ვერაფერ ვერ ვთხარი, თან მინდოდა რომ სამახსოვროდ რამე მაინც მეთხოვა, ან კეპი, ან რამე, ვიცოდი რომ უარს არ მეტყოდა, მაგრამ დავიბენი და რასაც ძალიან უნანობ. და რაც მთავარია, ყველაზე მეტად გამაკვირვა იმან, რომ ბოლოს მითხრა I'll be back, ანუ დაუბრუნდებიო და ამან ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში, უფრო მეტი, ძალიან დავიბენი და რო ჩამოვედი, ყველას ვეკითხებოდი რომ რატო თქვა ესე თქო და ალბათ დაბრუნდება მართლა თქო და
ძალიან ველოდები მის დაბრუნებას და იმედია ისევ ჩამოვა საქართველოში და ისევ ან სოლო კონცერტ ჩაატარებს თავისას ან ისევ როგორმე მისი კონცერტი გაიმართება. თამუნა სიჭინავა ამბობს, რომ ენრიკეს სიმღერებს ბავშვობიდან უსმენს და თითქმის ყველა მისი ცნობილი ჰიტი ზეპირად იცის. თამუნა სენაკში დაიბადა, დედაქალაქში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად 2 წლის წინ გადავიდა. იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და მომავალი ფარმაცევტია.